მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ჯორჯიან კრაფტერი. დღეს მე ვთამაშობ ჩემს ერთ-ერთ maps, რომლის ლინკიც ალბათ იქნება აღწერაში გადმოსაწერი ლინკი. ეს არის Minecraft Pocket Edition-ი და აქ არის ღილაკი და დავიწყოთ. დადექით ყვითელი თიხის ბლოკზე და მომცა რაღაც ფურცელი. კლიენტის უფრინავი მოდის ვარ და აი მიახლოვდება რაღაცა უაზრო. ანუ ფინალი რაღაცა. კლიენტები დაყრა. და ეხლა აუქეთები და დავიწყოთ. აი დადექით ყოველთვის აი ფილმში. ისე რაღაც მაიკა და აი აქ მგონი ვიცით უნდა გავაკეთო. აი მე ვიცი ესე უნდა მოვიკლა თავი მგონი ეს. და აი ასე მივადგათ კიბეები და დავიწყოთ სიტყვი. მოდით მეგობრებო, აი ამ პერიოდს გადავახო, იმიტომ რომ ეს მოსაწყენი იქნება ჩემი ასლა ჩამოყრომის პერიოდი და როდესაც ერთი გული დამრჩება, დაგიბრუნდ. და აი როგორც ხედავთ, მე დავჭამ მხოლოდ ერთი გული და ესეც ასე. შემდეგი მეორე ტური შეერია. შემოვედით და გვაქვს ლავა. ეს ძალიან ადვილი იქნება. ძალიან ადვილი. ანუ პატარა ბავშვებსაც ისწროს ლავაში ჩახტომისას ადამიანი იწვის. ამიტომ რა მოხდა ისე ხელში შევიღე, მეცა აი ასე. ეს ძალიან ადვილი იყო და გადავიდეთ შემდეგ ტურზე. კაქტუსთან ერთად რას ვაკეთებთ? რა თქმა უნდა, გვერჭობა რაღაც ეკლები, ხო? ეკლები. რა თქმა უნდა, კაქტუსობა მეტი სხვა არაფერი არ. ჯენერალ ბლოკის გვერდიც არ იდგმება. და მოვიწყოთ და აი აქ დავდგათ და აი ასე. შევასდეთ კაქტუსს. და დავიწყოთ დომა. მიდი მალე. ცოტას გადარჩა და მოვიდეთ. ეხლა გადავიდეთ მეოთხე ტურზე. დღეს ამჟამად გადავიღებ მხოლოდ 4 ტურს და შემდეგ განვაგრძო 4-ს მეთქი 10 შემეშალა ბოდიშით. მეოთხე ტურზე რო ვიყავი შემეშალა მაგიტომ გადავიღებ მხოლოდ 10 ტურს და შემდეგ განვაგრძობ დანარჩენ 10-ს. კარგით, მოდით დავიხრჩოთ. ეს პერიოდით მოსაწყენი იქნება. ამიტომ ისევ გადავახო, როცა მხოლოდ სიცოცხლის რამოდენიმე ბარი დარჩა. აი უკვე ცოტა გადარჩა და დავიხრჩე. გადავიდეთ მეხუთე ტურზე და გვაქვს ხრეში და რკინა. ალბათ აქ ყველანი ხდება, რომ სინტი და სტელი უნდა გავაკეთო, ანუ კარი და ფოლადი იგივე. მედია მომივა. არ მინდა რა, ამის ხანი ცხრა და არის. ეხლა გავაკეთოთ კარი და ფოლადი და დავიწვათ თავი. ჩვენ ეს შეძელი თავს დავიწვავთ. ანუ თავის დაწვა პირველად მიხარია მაინკრაფტში. და საერთოდ სიკვდილი. ეხლა დავიდეთ როგორ ყდები, მაგრამ სიკვდილი ხო სიკვდილი. გადავიდეთ შემდეგ ტურზე და დისპენსერი და რედსტოუნი. ეხლა ეს არც ძნელი მისახვედრია, რომ აი გამსპორტმა უნდა დაგვიშინოს. მაგრამ ასე და მოდით ჩავდოთ რედსტოუნი მეთქი ჭანდება. შვილის ისრები აი აქ და დავიწყოთ დომა. დომა თუ სიკვდილი როგორ უნდა არ ვიცი. როგორ ისმის დომა თუ სიკვდილი. ვინც იცის დამიწეროს, ანუ პირად თავზე როგორ უნდა დომა თუ სიკვდილი. კარგით, განვაგრძოთ სიკვდილი. კაი, ხან როგორ ხარ გასწრაფ. ამჟამად სიკვდილი ითქმის დომა. ეხლა ამას დიდი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და მოგწით. გადავედით მე-7 ლეველზე და აბა რა გვაქვს. მგლებთან ერთად ეხლა კაი რა უნდა მოხდეს, მაგრამ 27 ნამდვილად გვეყოფა სასიკვდილოდ.
თანაკერს რომ დაარტყო, ყველასაც ემოთ მოვიდეს და ერთს დაარტყო და შეგაკლდება. ესეც ასე გლებმაც მომკლეს. აქ მგონი, ლაბირინთია და ვერ შევედი. ეს თუ ისე რაც მე მგონია, ჯამსუდი. ღორიზე უნდა შევჯდე და ისე უნდა გადავარდე საფაროდან მგონი. ხო? ნაგირი და აქ უნდა დაეწეროს ხასად. მიდი, ესე. მაუნტ რატომ გათეთდა? ასე, გავიდეთ. იმედია გაგვიმართლებს. პირველივეც დავძრებით. არა. გასასვლელს მოვყარი თვალი და როგორც იქნა, მგონი ხო, როგორც იქნა რა, მოეც. საწყალი ღორი, ხა ესეც მოხდება. ესეც მოხდა. საწყალი. ჩემს გამო დაიფუკა. ჩემი ლეველის გავიქნა. ანვილით ეხა რა უნდა გავაკეთო ისეთ. მარტო თავში დაიხეთე ანვილს. და რაც მაღლიდან იქნება, მით უკეთესი. და სამსროლაში მოკლა. და მოვედით მე-10 ლეველამდე. ამ ლეველს გავიარო, თუ რა ვქნა, მე მე-20 უნდა გავიარო, ამიტომ მოდით ეს ტურის გავიაროთ და არაფერი არ არის. საერთოდ არაფერი, მხოლოდ ეს კირია. ავიღოთ მინიშნი. გათხაროთ dig და გააკეთოთ ხორელიო და ამის ქვეშ როგორც შემდეგი ლეველია. და მოდით ესე გადავხდით. სწორად მივხვდი. ქვედა ლეველზე გადავიდოდი და მე-10 ლეველით გავიარეთ. მე ზუსტად აი წერტილიდან დაგემშვიდობებით და გამოვალ power menu-ში, რომ არ იფიქროთ, რომ შემდეგ გავიარე და დავიმახსოვრեցები და ზუსტად ამ წერტილიდან შემოგიერთებით, არაფერი გაკეთებული არ მაქვს. ზუსტად ამ წერტილიდან შემოგიერთებით ნაწილ მეორეში. ნახვამდის.